ხუთი ცოდვა, რომელიც iPhone-ის ყიდვისთვის არ უნდა ჩაიდინო. ვიცი რომ პელენწუკის მისკენ სერიოზული მიდრეკილება გაქვს და იმენა სტაფილოსფერი iPhone 17 გინდა, მაგრამ ამის გამო ნურც ბოღმას ჩაიდებ გულში და სანამ შემდეგ ცოდვებზე გადავალ, გეტყვი რომ iPhone-ის თუ სხვა ტექნიკის ყიდვა ნახევარფასში შეგიძლია ბრიზის მაღაზიაში. ტექნიკა მეორადია, თუმცა 55 ეტაპიან ტესტირებას გადის სერტიფიცირებულ სერვის ცენტრში და აბსოლუტურად გამართულია. თუ ეს თანხაც ვერ შეაგროვე, რაც ბრიზში გეყოფა, განვადებით შეგიძლია ისარგებლო და ვაფშე ერთი ტიტანიკის შაურმის ფული იხადო ყოველთვიურად. ტექნიკის შეძენა საიტზეც შეგიძლია და პეკინის 8 ნომერშიც. ახლა კი ვაგრძელებთ ჩაძმას. iPhone-ისთვის სახლიდან ნივთების გატანა არ დაიწყო და ბებიაშენის სიმწრით ნაკოწიწებ მადონას სერვის ბრიზის წინამდებარე ლომბარდში ნუ გაასუხარებ. ბარემ აქ შემოირბინე და შენი ძველი ტექნიკა ჩააბარე, პატარა წაამატე და ისე იყიდე. და გოიმდე და ახალი მოკვეჩილი ვაშლი $7,500 არ იყიდო. ბრიზიში მეორად იმარა გამართული დაითრიე და სტაფილოსფერი iPhone-ით სადაც გინდა იქ იპელენწუკე.